ერთხელ ბავშვები მყავდა სალაშქროდ საყვანილი და მთელი დღე ისე ვიარეთ, რომ წყარომდე ვერ მივედით. რთული გზა გქონდა გასავლელი და ნუ გავიარეთ ეს ყველაფერი და ბრუნდებით უკვე მცხეთას უახლოვდებით ზევიდან, აი თრიალეთის ქედიდან ჩამოვდივართ მცხეთაში და უკვე ისეთი ადგილებია, რომ საისში აღარ არის. სადაც საიშია, იქ რა თქმა უნდა წესრიგით მოძრაობდა, სადაც საიში აღარ არის. უთხარი ბავშვებს ახლა თავისუფლად ირბინეთ, რაც კიდათ ისკენით თქო. მართლაც აჭრია მომდენ ესენი გამოიქცეთ და მეც ნელ-ნელა მოუყვები და კიდე რამდენიმე ჩემი მეგობარი უფროსები ხო ხედავ ესეთ უცნაურ სურათს, რომ იქ უკვე მოსახლეობა ცხოვრობს. ჯერ ქალაქი არ არის. კერძო სახლებია ეზოიანი და ეს ჩვენი ბავშვები გადამხტარები არიან ხობეზე და არიანად ხეებზე ასულები, მწიფს, ვაშლი, მსხალი, ხურწენი, მოკლედ ამბევ ლეღვი და ამას ჯამენან ყველა შემოვიგარი თავზე ხარ ვემზადები რომ გამოვა ეხლა სახლის პატრონი და გაგულანძღავს და ნუ ვემზადები რომ დავხარო თავი და ბოთიშები ვიხადო და მართლაც გამოდის სახლიდან მოხუცი კალი ხელში რაღაცა დიდი კოპი უჭირავს მოდის ბავშვებთან და ეუბნება ბავშვებო რატო ცვალობთ ჩამოდით ეგ არის ყველაფერია ეხლა ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ეს მარტო მე არ უნდა ეს ნახა იმ ბავშვებმაც ხო ყველა აი ესეთი რაღაცების დის მერე იმას ეს დარწმუნებული ვარ არ დაავიწყდებოდათ იმ ბავშვებს დამოგივიდათ რემლები ხო მაგარია სიკეთის ამბის მოსმენა ძალიან ემოციურია რა ეს ჩვეულებრივი იყო იცით აი 30 წლის წინ ცოტა კიდე უფრო ადრე ჩვეულებრივი იყო ეხლა არ მგონია რომ ეს ჩვეულებრივი იყოს და რატო შევიცვალეთ ასე წაგვართვეს ქართველობა ჩვენ გადავწყვიტეთ ეს როგორ შეიძლება რომ სტუმარი დაუძახო ადამიანს რომლისგანაც ფულს იღებ აი რატო არის სტუმარი სხვა რამე დაუძახე რა კაცო ვიზიტორი რა ვიცი კლიენტი რაღაც ეს ჩვენი არჩევანია ჩვენი არჩევანია იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ისე ვიცხოვროთ როგორც მიღებულია რა ვიცი ჩვენთვის მისაბაძ ადგილებში რა ვიცი ხა თუ ასე ურჩევნია ახლა ამ ხალხს ცხოვრება იცხოვროს კი ბატონო მე ახლა ვერავის ვერ ძალას დავატან სადამაგჯერ ერთი ძალა მაგრამ რომც მქონდეს და არც არაფერი გამოვა და რა აზრი აქვს საერთოდ ძალათი რამის გაკეთებას